ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა კვლავ უცვლელად დატოვა. მარეგულირებელმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა. ინფლაციური პროცესები და გლობალურად არსებული გაურკვევლობა. სხვა რა გამოწვევებს ხედავს ეროვნული ბანკი და როგორია მისი მონეტარული პოლიტიკა? დეტალებით ქრისტინე გამთენაძე გვერდება ბიზნეს პარტნიორის ეთერში. მაიკო, გამარჯობა. ეროვნულ ბანკს მონეტარული პოლიტიკა 2024 წლის 22 მაისის შემდეგ არ შეუცვლია უკვე მე-10 ხდომა, რაც მარეგულირებელი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად 8%-იან ნიშნულზე ტოვებს. საინვესტიციო ბანკების პროგნოზით კი წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არ შეიცვლება და 8%-ზე დარჩება. რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ გადაწყვეტილებას, მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ ნარჩუნდება ეკონომიკური აქტივობა. წინასწარი მონაცემებით პირველი 5 თვის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 8,1% შეადგინა. სების ცენტრალური სცენარით კი ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წელს 6,7%-დან 7,4%-მდე გადაიხედა. სების შეფასებით გეოპოლიტიკური გაურკვევლობის გარდა გამოწვევა ინფლაციაც 2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4%-ით გაიზარდა. მარეგულირებელში აღნიშნავენ, რომ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის ფასების მატება განაპირობებს, რაც გარკვეულწილად საერთაშორისო სასურსათო ბაზრებში არსებული ტენდენციებისა და გასული წლის დაბალი ინფლაციის საბაზო ეფექტის ასახვაცაა. რაც შეეხება ინფლაციურ მოლოდინებს, სების გათვლებით პროგნოზები ამ მიმართულებით სტაბილურია. გლობალურად მიმდინარე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე ეკონომიკური გაურკვევლობა მაღალია. შესაბამისად, ინფლაციაზე როგორც ზრდის, ასევე შემცირების მიმართულებით მოქმედი რისკები კვლავ საგულისხმოა. აქედან გამომდინარე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა როგორც მაღალი ინფლაციური, ისე დაბალი ინფლაციური რისკების სცენარები. ერთი მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატების სატარიფო პოლიტიკის დღის წესრიგი არაერთხელ გადაიხედა, რომლის ხელახალი გამწვავებაც გლობალურად ეკონომიკის ფრაგმენტაციას მოსალოდნელზე მეტად გაამწვავებს. აღნიშნული მიწოდების ჯაჭვების შეფერხებებს წარმოქმნის. ამასთან ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ვითარების ხელახალი ესკალაცია რეგიონის რისკიანობას გაზრდის და ნავთობის გლობალურ ბაზარზე მნიშვნელოვან წნეხს წარმოქმნის. ამავდროულად საყურადღებოა ადგილობრივი ეკონომიკის ტენდენციები. კერძოდ, ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან გამომდინარე ინფლაციური წნეხი. ამ რისკების რეალიზება კი ცენტრალურ სცენართან შედარებით მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უფრო მაღალ ტრაექტორიას მოითხოვს. ეროვნულ ბანკთან ბოლო რამოდენიმე შეხვედრის ფარგლებში, მათ შორის შეგახსენებთ, მაისში სავალუტო ფონდის წარმომადგენლები იყვნენ. იქ გაჟღერდა, რომ საქართველოში წელს ინფლაცია სავარაუდოდ 4%-ს მიაღწევდა და შემდგომში უკვე საშუალო წლიური ინფლაცია 3%-ის ფარგლებში, 3,5% ფარგლებში იქნებოდა. ამიტომაც ამ ეტაპზე საფინანსო ბაზარი სავარაუდოდ გამოწვევად არ თulis, მათ შორის არც ძირითადი ზედამხედველი. ამიტომაც ვფიქრობთ, რომ რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად შენარჩუნდება შემოდგომამდე, სანამ დასრულდება, ასე ვთქვათ, ტურისტული სეზონი, არდადეგების სეზონი და სანამდე, ასე ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობა გააქტიურდება კიდევ უფრო და უფრო. რამდენიმე დღის წინ ევროპის ცენტრალურმა ბანკმაც მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 2%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა. პარალელურად საფინანსო სექტორი ახლა ამერიკის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების მოლოდინშიცაა. ზომიერად გაზრდილი ინფლაციისა და სატარიფო პოლიტიკის გავლენის ფონზე ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ცენტრალური ბანკი განაკვეთებს უცვლელად დატოვებს. დღის მდგომარეობით კი ამერიკის შეერთებულ შტატებში განაკვეთი 4,25%-ისა და 4,5%-ის ფარგლებშია. თუ კი ფედმა განაკვეთი უცვლელად დატოვა, საბანკო ასოციაციაში არც უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებს ელიან საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვან ცვლილებას. ამ ეტაპზე კი საქართველოში საშუალო საპროცენტო განაკვეთები სავალუტო სესხებზე 9%, ლარში კი 14,9%-ია. ძელვადიან ლართან მიმართებაში საფინანსო ბაზარი, ეს აღნიშნოთ ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც მოწადინებული არიან, რაც შეიძლება მეტი მოიზიდონ და გრძელი ვადით. დღესდღეობით თუ ჩავთვლით, რომ 8%-ია რეფინანსირების განაკვეთი, ზოგიერთი ბანკი, თქვათ, ოვერნაიტზე 12%-იან, ასე ვთქვათ, განაკვეთსაც იხდის. ამიტომაც გარკვეულწილად თუ ეროვნული ბანკი გააქტიურებს და ახალ ინსტრუმენტებს ან ძველ ინსტრუმენტებს, რომელიც დღესდღეობით არ არის
გამოყენებაში მათ ჩართავს საფინანსო სექტორი მხოლოდ მიესალმება ამ ფაქტს. რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში არსებულ სესხებს, თუ ჩავთვლით, რომ ფედი ასევე შეიკავებს თავს განაკვეთის ზრდისგან, შეიძლება ვთქვათ, რომ შემოდგომამდე საპროცენტო განაკვეთები უცვლელი დარჩება, ან მცირედით შეიძლება შეიცვალოს ზრდის მიმართულებით. აქვე გეტყვით, რომ საქართველოში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის 10 სექტემბერს არის ჩანიშნული. ძალიან დიდი მადლობა კრისტინე გამთენაძე საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის ეთერში.